109 აუდიტი და 9 დაკავებული კონტროლის პალატამ დღეს 2010 წელი შეაჯამა. გასული 12 თვის განმავლობაში 109 სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულება შემოწმდა. მასალების შესწავლის შედეგად ბიუჯეტში 15 მილიონი ლარი შევიდა. შვიდ საქმეზე კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ყველაზე გახმაურებულ საქმეებად ლევან ბეჟაშვილმა დიალიზისა და იმუნიზაციის პროგრამებში გამოვლენილი დარღვევები, ლომოური სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტში მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტი და ფინანსთა სამინისტროს მიერ ბუკლეტებზე ჩატარებული უკანონო ტენდერი დაასახელა. აუდიტი ახლაც მიმდინარეობს ჯანდაცვის, განათლებისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროებში. 2011 წელს კი ბეჟაშვილის უწყება თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებს შეამოწმებს. ანგარიშს დღეს ჟურნალისტებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეც ისმენდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა მხატვარ ვანო აბულაძის ნამუშევრების საშობაო გამოფენაზე გადაინაცვლეს. ნახატები დღეს კონტროლის პალატაში გამოიფინა. 2010 რეზონანსული საქმეები, რომელიც კონტროლის პალატის მიერ იქნა გახსნილი, ასევე კორუფციული სქემები, ბიუჯეტში დაბრუნებული 10 მილიონობით ლარი, მეტყველებს იმაზე, რომ კონტროლის პალატა იბრუნებს თავის პოზიციებს, იბრუნებს ნდობას პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან და საზოგადოების მხრიდან, ამიტომ ეს თავის მხრივ გავალდებულებს ახალი ორიენტირები დავისახოთ 2011 წლისათვის. 2011 წელს ჩვენ გველოდება საკმაოდ ბევრი საქმე. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გამკაცდეს კონტროლის საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე, ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომია გავაკეთოთ საბიუჯეტო ხარჯების და ამ თვალსაზრისით კონტროლის პალატის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს სრულად, უნდა კონდეს სრული ინფორმაცია, როგორი ხარჯება საბიუჯეტო სახსრები.